მივიდა სახლში და კვლავ იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ პურიც ვეღარ აჭამეს. მისიანებს მოესმათ და მის შესაპყრობად წავიდნენ, რადგან ამბობდნენ, შეშლილიაო. იერუსალიმიდან ჩამოსულმა მწიგნობრებმა თქვეს: ელსებელი ჰყავს. ეშვაკებს ეშვაკთან თავრიც დევნის. დაუძახა მათ და იგავებით ეუბნებოდა. როგორ შეუძლია სატანას სატანის განდევნა? თუ სამეფო თავისივე თავის წინააღმდეგ დაიყოფა, ის სამეფო ვეღარ გაძლებს. თუ სახლი თავისივე თავის წინააღმდეგ დაიყოფა, ის სახლი ვეღარ გაძლებს. და თუ სატანა თავის თავს წინაღუდგა და დაიყო, ვეღარ გაძლებს. აღსასრული დაუდგება. ვერავინ შეძლებს შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს, მაშინ ღა გაძარცვავს მის სახლს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ყველა ცოდვა მიეტევება კაცთა შვილებს და გმობა რამდენსაც უნდა გმობდნენ. ხოლო ვინც სული წმიდას დაგმობს, მას აღარასოდეს მიეტევება, არამედ სამუდამო ცოდვის თანამდებია. რადგან ამბობდნენ, არაწმიდა სული ჰყავს. მივიდნენ მისი ძმები და დედა, გარეთ დადგნენ და გაგზავნეს მის დასაძახებლად. მის გარშემო ხალხი ისხდა, როცა უთხრეს: გარეთ დედა შენი და შენი დანი და შენი ძმანი არიან და შენ გაძებენ. პასუხად უთხრა: ვინ არიან ჩემი დედა და ჩემი ძმები? მის გარშემო მსხდომთ გადახედა და თქვა: აჰა, ჩემი დედა და ჩემი ძმები. რადგან ის, ვინც ღვთისნება შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც.